მოგესალმებით ძვირფასო მეთევზეებო, ჩვენო მაყურებლებო. მოგლეთ გავხსენით ჩვენ სეზონი, რასაც ტურნირი ქვია. წამოვედით, აბა თუ გამოიცნობთ, სად წამოვედით. ნადარბაზევის ტბაზე ვართ. მონატრებულები, კარგი ხანია აქ ტურნირი არ ჩაგვიტარებია. სამოყვარულო საერთაშორისო ტურნირი ვით არის. სომხეთიდან ყავს სტუმრები, 3 გუნდი არიან. სომხეთში ახლა ფეხში დგავს ეს სპორტი და ცდილობენ რომ კომუნიკაციაში იყვნენ მჭიდროდ ჩვენთან, რადგან ბევრი რაღაცის სწავლა უწევთ, საწყის ეტაპზე არიან და ჩვენც შეძლებს დაგვარად გვერდში უდგავართ და რაც შეგვიძლია ვეხმარებით. სალამი ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? დიდი ხანია ვიდეო არ დაგვიდია. ჯერჯერობით ნადარბაზების როგორ შეეფერება თევზი პასიურობს, თუმცა იდეალური ამინდია საკმაოდ უჩვეულო ნადარბაზებისთვის. დაგათვალიერებთ რაღაც სიახლეები გვაქვს წელს ჩვენს სვიმში. მოკლედ ერთი სიახლე არის აი ეს. ძალიან მაგარი რაღაცა არის, სერიოზულ ჭრილს გვაძლევს. აი ესეთი ჭრილი გვაქვს ახლა მანქანაზე გასაშლელი. გასაშლელი ის არის, ტენტივით არის და მთელი დღე ძალიან ცხელოდა, მაგრამ აი აქ ვიჯექით მენადათო და მოკლედ მარჯვენა მხრიდან პრინციპში ხარიც თუ არის მანქანას ვაფარებთ თავს, აქედან კარავი გვეფარება და მოკლედ ძალიან კომფორტულად ვიყავით. კიდე ერთი სიახლე რაც არის გვაქვს. აი ეს მეორე ის შევიძინეთ. პატარა კარადა, სადაც უკვე ხოლოდ ჭურჭელს ვალაგებთ თეფშებს და კიდე ერთი სიახლე. მოკლედ გვინდა არ გვინდა გვიწევს ხოლმე ეხა 3-4 დღის როდესაც გადიხარ სათევზაოდ მუშაობა და დისტანციურად მუშაობა და შესაბამისად ესეთი ფოქსის მაგიდას დავამატეთ, პლუს ამას საჭმელთაც ვიყენებთ და სამუშაოთაც კომფორტული არის. აი ესეთი რაღაცა ჯიბეები, ერთი გქონდა და უკვე დავამატეთ 2 და ერთი ეს სულება შევიტანეთ, რომ ყველა ვედროს, ასე ვთქვათ, დავაწერეთ რა რისთვის არის ყველა მხრიდან, იმიტომ რომ სულ ეძებდით ხოლმე შიგნით რა ყვედო და ჩვენ ლოჯისტიკას უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ და მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ყველაფერი წესრიგში გქონდეს, ყველაფერი თავის ადგილას იყოს. რაღა დაგიმოვოთ და ძალიან მოვწონს. რაღაცა ესეთი ორგანიზებულად და კარგი შესახედავია ჩვენი ბაზა. მოსაღამო და მოკლედ ძალიან მაგარი ამინდია, ძალიან მაგარი სიჩუმეა. თევზიც არ აქტიურობს, საერთოდ ერთი პიკი გქონდა საღამოს შებინდებისას, ეგ იყო და ეგ. როგორც მოროდინები იყო, მოკლედ ეგრე მიმდინარეობს სიტუაცია.
სხვა დანარჩენი ვნახოთ ამაღამ რა იქნება. ჩვენ და გასაკვირად 12 საათის შემდეგ ღამის იყო ორი ჩარტყმა მეგობრებო. ესე იგი პირველი ჩარტყმა იყო, მაგრამ რო გავედი უკვე აღარ იჯდა და ეგეც წოდებული სხოდი მოხდა და ძალიან მალევე სადღაც 20 წუთში 9 საათში დაარტყა მეორე ჯოხა. 2:30-ზე. 2:30-ზე. მეორე და გამოვიყვანეთ თევზი კობრია. არ ვიცით უბრალოდ ჩათვლადი არის თუ არა. ეხლა ძალიან ქარია და ვერ ავწონით ფიზიკურად მაინც და შევინახეთ შესანახში ყავს და დილით განახე. ისი თქმა გვინდა რომ აქტიურობა იგრძნობა უკვე ორი ჩარტყმა ესე მიყოლებით ეს უკვე გამართლებას აღარ დავარქმევ ეს არის უკვე მიზანმიმართულად რომ წერტილი მუშაობს და საქმეში ვარ. გაცემდა შაბათ დილა ღამე საკმაოდ ბევრი ჩარტყმა მქონდა მაგრამ სამწუხაროდ ბევრი პატარა იყო არაჩათვლადი და აი ეს ორია ჩათვლადი ეხლა ავწონით. ეს კლემონდელი ტურნირების პირველი თევზის ცოტა ზომაში არ არის ისეთი როგორც გვინდოდა, მაგრამ არაფერს ჯობია. კი ბატონო, გაუშვით. აბა ნახოთ რამდენი იქნება ჩვენი მოზრდილი კობრი. აი ესეთია ჩვენი კობრი. აბა გოჭუნია 2,800 3 და 13 მშვენიერი და აუცილებელი პირობა. უკან უნდა გაუშვათ ყველა კობრი აბსოლუტურად. აი ესე. აი. ესე იგი ახლა ძალიან საინტერესო რამე მოხდა. რაც პრინციპში ნადარბაზოზე არასდროს არ გქონია. დათო მისროლა, ანკესი ჩაავარდა და როტყოძე რომ დებდა ანკეს, წარმოიდგინეთ მეგობრებო, ეგრევე აიღო თევზმა. როგორც დათო ამბობს, შეგრძნებით კარგი ზომა უნდა იყოს. აბა ვნახოთ. ცოტა ხანი ჩოგანი გამოწია უკან ქვეშ არ შევიდეს. იცი ახლა მოვალ ჯერ არ ჩასვა. არ არის დიდი თევზი არ არის. შეგრძნებით. აჰა. არის, ნუ 2.5 დაახლოებით. შეიძლება არც კი სამწუხაროდ. არა უშავს, თავარია ჩათვლადია. თავარია ჩათვლადი არის. ვარდნაზე აიღო, მოკლედ შამაიასავით. ჩავკიდეთ. ეხლა ქონდა შეკრება ჩვენს სომეხ სტუმრებთან ერთად გადავედით და რაღაცა რადგან ეს ოფიციალური ტურნირი არ არის წვადი, ქართული წვადი ვაჭამეთ, ასე ვთქვათ, რაღაცა ვიუახშმეთ და დავუბრუნდით ყველანი ჩვენს სვიმებს.
მიმდინარეობს ანკესების ახლა გადაგდება. წავიდა დავით. ესე. მოკლედ გაგვითენდა. მორიგი დილა და აი ესეთი ამბები გვაქვს. დაახლოებით 15-მდე თევზი დავიჭირეთ და ალბათ 1-10 არა ჩათვლადი. მთელი ღამე არ გვეძინა რა დავით? კი. სასწაული ჩარტყმები იყო. მოკლედ ესეთი ამბავი აქ არ მახსოვს. რა ვიცი, წლები ვითევზავთ. საკმაო უპირატესობით ვიგებთ ტურნირს. ყავს 10 თევზი, სამწუხაროდ 12 თევზი ყავდა ჩაკიდებული 12-დან. 7 თევზს აკლდა, როგორ იცით, აი 100-დან უბრალოდ 30-დან 100 გრამამდე ყოფილიყო ჩათვლადები და დაახლოებით 1-10 მანამდე უბრალოდ ჩოგამბადიდან გავუშვით ღამის განმავლობაში. ეხლა გაწვიმდა, ცოტა გაქოხილი იყო. აი როგორ ისმის ხმა. გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ როდესაც არის ქუხილი, ანკესებთან მისვლა არის საშიში და აი აქ რო მიყუდებული გვაქვს ხოლმე ჩვენ ანკესები, კარობიდან უნდა მოაცილოთ და ძირს უნდა დააწმინოთ იქით ამ ხარეს, რომ იცის, ასე ვთქვათ, მეხის მოზიდვა და საშიშია საკმაოდ. შუადღეც მოვიდა, თევზის აქტივობა არ წყდება, უბრალოდ ჩათვლადებს ვეღარ ვიჭერთ, კილო 200 ფრაგმენტში არის. სულ თევზი, მეხუთე თევზი დავიჭერეთ უკვე ბოლო აწმებიდან. არ ვიცი, ძალიან 24-იანი ბოილები დავაყენეთ. დიდი მონტაჟები დავაყენეთ. დასაკვებში ცვლილება გავაკეთეთ, მაგრამ არაფერმა შედეგი არ გამოიყო მოკლედ რა. აი ესე ორაგულს წოვთ. საზანს არ ვეკარებით და მაგრამ ახოთ იქნება ორაგულა მაინც იმასთან, რა ქვია. დიდი თევზი მოიყვანოს. ესე იგი, სანამ თევზი პასიურობს, უყურებთ ელ კლასიკოს, მერე დათო ჩვენ საყვარელ რეალს. 1 პეტრიანი დაინიშნა და იმედია რომ გაიტანს. ობა, ლაბარა ბიჭო. 1-0. იმედია რეალიც მოიგებს. ჩვენც მოვიგებთ ამ ტურნირს. მართალია. რეალს გვინადგურებს ბარსელონა უკვე 4-2-ია. მაგრამ ამასობაში კარგი კობრი დავიჭერეთ, ნუ კარგი რა ამ ტურნირზე დაჭერილი კობრების საზომით შეგვიძლია თქვა, რომ კარგი კობრია დაახლოებით 3 კილოს ფარგლებში. ის ზომა, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო არა და რო შეხედავ გეგონება რომ უნდა იყოს 3-ზე მეტი, даже 4.5-ს ფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. 2.80-იც, 2.800-იც არ იყო, მაგრამ ლამაზი კობრია. აი ესეთი ზომის კობრი მაინც რო ყავდეს ნადარბაზებს, ნუ ყავს, მაგრამ დიდი პოპულაცია. ძალიან კაი იქნებოდა, ძალიან ბევრი არაჩათვლადია სამწუხაროდ. მაგრამ რას ვიზავთ, თავარია მეგობრებო, რომ ყველა დაჭერილი თევზი უნებლად გავუშვათ წყალსაცავში. ეს მიკროფონი უნდა დააყენო სიგნალიზატორი. ამოვარდა ძალიან ძლიერი ქარი და როგორც ხდება ხოლმე. ქარი უდრის ბევრ თევზს ნადარბაზებზე. ქონა დუპლეტი, ერთი ჩათვლადი იყო, მეორე არა ჩათვლადი და მოკლედ 2 თევზი ყავს თან. საჭმელს ვაკეთებდით და აი ესეთი საჭმელი გვაქვს ნადარბაზებზე. ნორმალური ამინდი, ნუ ქარი აქ კარგი არის თევზისთვის. 2 დუპლეტი, კიდე 1 დუპლეტი გქონდა. ვაგზავნებთ ჭერას, ეხა არის 10:30 და დატვირთულ ღამეს ველოდებით დავით, ჰა? მაგარი, 2 ღამე ხوار დაგვაძინა და მე მგონი ამაღამაც მოგვიწევს ეს. კი. მოკლედ ძლიერი ქარია ძალიან. წერა ხო იყო დუპლეტი და 10 წუთი არ გავიდა და ისევ აი ამ შორეულ დისტანციაზე დაარტყა
ერთ-ერთი საინტერესო რამეა, რომ ალბათ უკვე ერთი 40-მდე თევზის ჩარტყმა გვქონდა რა, რაც აქ ვარ. და აი როგორც ჟარგონზე პარაოს რო ეძახიან, ეგეთი პარაოზი არ ქონია, ანუ ესე იგი არ ჩერდება, მოკლედ არ ჩერდება ჩარტყმები. ეს გონი ყველაზე კარგი ზომაა. ო დღეის მონაცემებით ყველაზე კაი ზომაა. ესე იგი, Big Fish-ი 320 ყავს და ეხა ამას ჩავკიდებ, ხვალ ავწონით. არა, ყველაზე კაი ზომაა. გაუგდნენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამასაც ესეთი პარაოზი დიდად არ ქონია. წვიმა წამოვიდა ეხლა და ნუ ზოგადად ეგრე არის რა. ცუდი ამიდი ხშირად კარფიშერის მეგობარი არის, იმიტომ რომ თევზი იწყებს ხოლმე მოძრაობას რა. აი ესე იგი წვიმს და პროგნოზით ხვალ მთელი დღე წვიმაა, დილასაც წვიმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ მოგვიწევს სველი კარვის ჩავაგება და სველი კარავი არასდროს არ უნდა დატოვოთ ჩანთაში, იმიტომ რომ მე აყრილდება, აშმორდება და მოკლედ ცუდი რაღაცები დაემართება და რო ჩავყოთ თბილისში მოგვიწევს რომ წავიღოთ სადმე კარშილ ადგილას, დისზე ან სადმე რომელიმე თვაზე და გავაშროთ ორმაგი წვალება. მაგრამ აი ნახეთ როგორი წვიმა დათოს ამ წვიმაში გადავწყვიტეთ ეხლა რომ ერთი წვია მომაწოდე. გადავწყვიტეთ რომ რაღაცები კიდე გადავაკეთოთ. წესი ტურნირი მოგებულია და ეს სატესტო ტურნირია და რაღაცები უნდა ტესტოთ. აი ჩარტყმა. აი დააკდა. კიდევ ერთი თევზი. ხო. იბრძვის ხო საკმაოდ კარგად. კი. ხა გავიდა მეზობლის სექტორში, ეგობრებოდა. და შემოვატრიალოთ, იმიტომ რომ წესების მიხედვით არ გვაქვს უფლება ჩვენ საზღვრებს გარეთ თევზი ამოვიყვანოს და გასვლის უფლება არ გვაქვს. საკმაოდ მიწაზეა. კი არის ჩათვლად წესით. უნდა იყოს ჩათვლად. მოდი უცებ გამოვიტან და ავწონოთ აბა. არიცით კილონახევარი არის მინიმალური ჩათვლადი წონა ჩვენთვის. გავანულოთ. აბა ჩასვიდავით. კილო 300. აბა. კილო 310. აჰა, ესეც ტურნირის დასკვნითი დილა. ძალიან მაგარი ჭერა ქონდა ღამით. ძალიან ბევრი არა ჩათვლადი. კარგი ჩათვლადებიც ქონდა. ჯამში გონი 20 თევზამდე ავედით უკვე. ტურნირი მოგებულია, მართალია 3 საათი არის დარჩენილი დაახლოებით დასრულებამდე, მაგრამ ძალიან დიდი უპირატესობით ჯერჯერობით ვიგებს და იმედი ესე გაგრძელდება და თავარია ეხა ამიდმა გვაცადოს. ამედმა რომ სველი კარვები არ ჩავდოთ ჩანთაში. ნუ მოკლედ შევაფასებდი, მოკლედ რომ ძალიან მაგარი ჭერა იყო ღამე, უბრალოდ ძალიან ბევრი იყო ზურას დროს არა ჩათვლადი, ჩემ დროს 5 თევზი კარგები და ესეთ ჩათვლადები ჩავკიდე. მოკლედ ნახოთ დასრულებამდე 2 საათი დარჩა და დიდი იმედია რომ არაფერი შეიცვლება. დალაიქეთ ჩვენი ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ. აბა წარმატებები შეგვიძლია. აბა გავუშვეთ ყველა თევზი. იცი მე გავუშვებ მაგას. დაჭერილი თევზები აუცილებლად დაუბრუნეთ წყალსაცავს.